საქართველოსა და რუსეთის დროშა ერთმანეთის პირისპირ ასეთ დიდ ასპარესზე, ხო? უმარი გაიქცა ლოს-ანჯელესი თავისუფალია როგორც იქნა დაემხო ნურმაგომედოვების დაღესტნელების ჰეგემონია UFC-ში და ვის თუ არა ქართველს შეეძლო ეს ყველაფერი დაესრულებინა. მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში მინდოდა მენახა თუ როგორ იქნებოდა ისეთი ბრძოლა, როგორ წარიმართებოდა ისეთი ბრძოლა, სადაც დომინაციით წააგებდა დაღესტნელი მებრძოლი. პირველი რა შეგვიძლია თქვა, ხო, ვინმეს გინახავთ ასე დღეში ჩავარდნილი ნურმაგომედოვი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ბრძოლა ჩაატარა, პირველი 2 რაუნდი ყოველ შემთხვევაში. აი მესამე რაუნდის მეორე ნახევრიდან უკვე თვითონაც აღარ სჯეროდა, რომ რამის შესვლა შეიძლებოდა, ანუ მე პირადად ერთი ისლამ მახაჩევი მახსენდება ვოლკანოვსკის, რომელიც საათს უყურებდა და მეორე იყო უმარი, რომელმაც ახედა საათი იყო თუ ზეცსა, რასაც მან ახედა, არ ვიცი, თუმცა ვერაფერმა ვერ უშველა ფაქტია. თავისსავე ბრძოლაში, ასე ვთქვათ, ანუ იმ ბრძოლაში, რასაც ხებს თავაზობს ხოლმე, აქ სიახლე არ ყოფილა, მე რა მაჩვენა ის ბრძოლა, რასაც აჩვენებს ხოლმე როგორც ყოველთვის და აი გარდა იმისა, რომ ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა ტეიქდაუნებში, გდებებში, მერაბმა გასაოცარი იყო უბრალოდ ის ტემპი, რომელიც მან შემოგთავაზა, მით უფრო რომ როგანთან ინტერვიუში ბრძოლის შემდეგ ახსენა, რომ 100%-ით არ ვიყავიო, ტრავმა მქონდაო ფეხზეო და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მოდი გავაანალიზოთ პირველი 2 რაუნდი, ხო? კი, ფეხზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა უმარი, მართლა ზედმიწევნით ასრულებდა იმ დავალებას, რასაც აძლევდნენ მის კუთხეში, განსაკუთრებით ხაბიბი, თუმცა აი ხაბიბზე აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ლამის თვითონ შევარდა, ხო, ოქტაგონზე იმდენად გაცეცხლებული იყო და იმდენად აკეთებდა, იმიტომ რომ აქ არ არის ყოველთვის მაინც კუთხეზე, ხო? ანუ თუ თავად მებრძოლს უკვე გონებაში აქვს წაგებული ეს ბრძოლა, მან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და მეორე რაუნდის შემდეგ სწორედ ეს იყო ის მომენტი, როდესაც გადაწყდა, რომ უმარი ამ ბრძოლას დათმობდა. 2 მაღალი დონის მოჭიდავ ერთმანეთს რომ უპირისპირდება, ძირითადად ბრძოლას ნახულობთ ხოლმე და ვხედავთ დგომში. პირველი ეს შემთხვევა მე ძალიან კარგად მახსენდება კოლბი უსმანის დაპირისპირება ბოლო 10 წლის განმავლობაში. მერაბი აგდებდა, იზდგებოდა, აგდებდა, დგებოდა, მოკლედ კარტოფილის ტომარასავით ათრია და ტყავი გააძრო, რასაც ქვია. ხელებ ჩამოწეული უმარი და ნურმაგომედოვი გვარად წარმოშობით აღესტნელი, აი არ ვიცი, პირით რო სუნთქავს და ხელები აქვს ჩამოწეული, ამაზე მაგარი სანახავი რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, ახლა სუბიექტურობაში ჩავამართვით თუ გნებავთ, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ცუდი მებრძოლები არიან, არა, პირიქით, კარგები არიან, ძალიან მაგრები არიან, შეუდარებლები არიან, თუმცა ნუ გვაქვს ჩვენი პრეფერენცია ამ სპორტში, ხო? ერთხელ და სამუდამოდ, ანუ აი ეს ადამიანი ხმას ვეღარ ამოიღებს, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. სიმართლე ვთქვათ, რომ პირველი 2 რაუნდის განმავლობაში ცოტა დავიძაბე მე პირადად, თუმცა ხო, აი ის პირველი გდება, რომელიც გავიდა, მან მიხვდა, რომ ხო, არაფერი გამოსავალი მან აღარ არსებობდა, ბრძოლის IQ-ც ძალიან კარგად გამოჩნდა, ხო? ნაბიჯ მიდიოდა მერაბი იმისკენ, რომ უმარი იქნებოდა დაღლილი, ხანს გამბძვრალი იქნებოდა და ვერაფერს ახალს ვერ შემოგთავაზებდა, მოკლედ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდებოდით, როგორც გვინდოდა, რომ დასრულებულიყო. შემდეგი რა იქნება, არ ვიცი. რთული სათქმელია, პიტერიანი რაღაცას ფართხალებს, იქ შომალიც, მოკლედ, არ ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, მერაბმათან კარგად თქვა თავის ინტერვიუში, ხო, რომ სულ რომ ეხა დავამთავრო კარიერაო, მეო უბედნიერი კაცი ვიქნებიო, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება ასეც ითქვას, კი, იმ გზას თუ გავითვალისწინებთ, რა გზაც მან გაიარა ამდენი წლის განმავლობაში, ხელები აგვიწევია. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, უბედნიერესები ვართ მართლა და ეს იყო შოუ ერთგვარი, ხო, მერაბი უკვე გახდა სუპერ ვარსკვლავი. ჩვენი დროშა უკვე ყველა მიცის და არავისთვის არათუ ხელწამოსაკრავი, არამედ საერთოდ სასურველი მეტოქეც კი არ ვართ. ფავორიტად ითვლებოდა ნურმაგომედოვი უმარი, არ ვიცი რატო. კოეფიციენტები წამშივე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თუ ბუკმეიკერი მიხვდა, რომ ბრძოლა მიდიოდა მერაბის სასარგებლოდ. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირღია, ანუ პირით რომ სუნთქავს ისე, ხელებ ჩამოშვებული, რომ ბარბაცებს ასეთ ნურმაგომედოვს გვარად თუ მეოდესმე ვნახავდი ვინმეს. რა ამბიცია შეიძლება ჰქონდეს ახლა ამ ყველაფრის შემდეგ უმარს. ალბათ შეიძლება ეს ადამიანი მართლა გახდეს ჩემპიონი, თუმცა აქვე არ დაგმოვიწყდეს, რომ სულ მალე ალექსანდრე თოფურიას ეკნება დებიუტი. UFC-ში, თებერვალში და არ მგონია დასწავდეს მოკლედ უმარს ამ კამარს რომ ოდესმე შეეხოს თავისი ხელებით.